ამ ოპერაციას და მშვიდობით ჩამოგვანოს მართლა ჩვენი პატრიარქი. მართლა დაალოცოთ ჩვენი წმინდა სინოდის მთავრები, ჩვენი სასწავლო პირები დაალოცოთ მართლა ჩვენი მგალობლები დაალოცოთ, დავითნეები, სტიქაროსნები, ყველა ადამიანი თქვენ თითოეული ფენდაგანი მართლა დაალოცოთ, მართლა გააგახარო და დიწყალობა და მადლი არ მოყლებოდეთ. ამ დღეების განმავლობაში რაღაცა ძალიან ცუდი ინფორმაციები გადიოდა ტელევიზორში. მინდა ამ თემასაც ნაწილობრივ შევეხო. ერთ-ერთ ეპისკოპოსზე მიტროპოლიტ სერაფიმეზე რაღაცა გადაცემები გააკეთეს. ძალიან ცუდი არის, აი მე რა იცი და წარმოიდგინე ჯერ ადამიანს ცილი დასწამო არის უმძიმესი ცოდვა. ცილის წამება არის ძალიან მძიმე ცოდვა. ჯერაც არ გინახავს და იმაზე ადამიანმა ისაუბრო, ეს აშინელება. და მით უმეტეს აი თუ ქრისტიანი ხარ, ადამიანმა თუ შეცოდა, თუ ესეთი რამეც მოხდა რომ შეცოდა, ხო? მით უმეტეს არ უნდა ილაპარაკო ამაზე. მით უმეტეს უნდა მქონდეს შენდობის საშუალება და მე მეუხესნაირი ეპისკოპოსი. რო ჩახვიდეთ თქვენ ბორჯომში მე ადამიანს ვერ ნახავთ ბორჯომში ამ ეპარქიაში ვერ ნახავთ რომ ვისაც მეუფე არ უყარდეს ვერ ნახავთ აი ერთ-ერთი გამორჩეული ეპისკოპოსია ეპისკოპოსებს შორის ერთ-ერთი შემიძლია ისე თქვა რომ აი რომელიც დღედაღამე თითქმის ყველა ოჯახში ნამყოფია თავის ეპარქიის ყველა ოჯახში ნამყოფია ყველა ადამიანთან მისულა ყველა ადამიანს ძალიან თავი შეაყვარა რითი თავისი პატიოსნები 21 წლის განმავლობაში ღვთისმსახურების და ღმერთის ძნების მეტი ამ ადამიანს არაფერი არ უკეთებია და ღმერთს ესე ადილი და ღვთისმსახურები იყო და ძალიან დიდი წინააღმდეგობა ეს ეკლესია დღეს ძალიან დიდი ბრძოლაა დაწყებული ეკლესიის წინააღმდეგ ამ ჟურნალისტებით ამეთ აი როგორ არიან ისე გამოდიან და ესე ლანძღავენ არც ეშინიათ ღმერთის მე მაშინაც ვილაპარაკე ერთხელ ვისაუბრე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში წარმოიდგინეთ ადამიანი გარდაიცვალა აი ესე რომ ცისო წამოვიდა ადამიანი გარდაიცვალა იქ გული გაუსწა რომ გაიგრო მე უკვე ესე ცუდ რამებს ლაპარაკობდნენ ტაძრის ეზოში ადამიანი გარდაიცვალა. როგორ ამბობთ მეუფეზე ამას და კაც გული გაუსხდა, წარმოიდგინეთ. ჟურნალისტები რომ მივიდნენ ამ ინტერვიუს ჩასაწერად. არც ფიქრობენ, აი როგორ არიან, ოღონდ გადაცემა გააკეთონ. ოღონდ რაღაცა შოუ ანახონ ადამიანებს და ყველაფერს ზად არიან. ყველაფერს ზად არიან, თუ აი ამ ადამიანებს ღმერთის არ ეშინიათ. ნუ თუ აი ხელფასი ამათ გიღირს აი თუ ჟურნალისტი ხარ თუ ვინც ხარ აი როგორ უნდა გიღირდეს ესეთი ფული სახში შეიტანო ესეთი შოუები დადგა. ესეთი რაღაცები მოაწყო. დღეს როგორ არის იცით აი რაღაცა მოდაში შემოვიდა ეს ეკლესიის ლანძღვა, სასოფლების ლანძღვა. დღეს რაღაცა ისი არის აი თუ ეკლესიას ლანძღვა კარგტონად ითვლება დღეს. კარგტონად ითვლება დღეს ყველაფერი. ეს არის ჩვენი ერის დაცემა და განადგურება. დაცემა და განადგურება რომ აი ეს ყველაფერი ზოგიერთ ადამიანს მისაღები არის ეს. და დაიწყოს ეკლესია ეს გავაკეთეთ ჩვენ მე-20 საუკუნის დასაწყისში და მე ადრე ქადაგებაში ვდადაგე და დაგვემართა ეს ჩვენ ამ შედეგს დღესაც ვიმკით და იგივე უნდა კიდე გავაკეთოს ეშმაკო იგივე უნდა რომ გააკეთოს ჩვენი ხელით ისევ დაიწყოს ამ ყველაფრის ეკლესიის დანგრევა იმიტომ რომ მათ ეკლესია ძალიან ეწინააღმდეგება ამ მართლმავლებს ამ იმათ ძალიან ეწინააღმდეგება ამ LGBT თუ რაღაცა ორგანიზაციებს რომლებიც ფულს იმაში აკეთებენ ადამიანების განადგურებაში და დაღუპვაში და ცოდვაში დაცემაში ფულს აკეთებენ ადამიანები და მათთვის ეს ყველაფერი ძალიან მიუღებელია ეს ეკლესია რო არსებობს ჩვენ მათ ხელს უშლით ძალიან ხელი ეშლებათ იმიტომ რომ ვიღაცა გამოყავს სამწუხაროდ და ვიღაცა მოყავს აქეთ ვიღაცა სასვანებებინე და ამათ თავიანთ ამათ დროს წარება უნდა გართობა უნდა ამათ სხვანაირი ცხოვრება უნდა ღმერთი არ ჭირდება და შენ ხელს უშლი ამ ადამიანებს ხელს უშლი როეუნები ახალგაზრდას რომ აი ღამის გულში არ წახვიდე შვილო არ წახვიდე ღამის გულში 16 წლის ახარ 18 წლის ახარ ვერ გაუძლე შეცდები წოდაში ჩავარდები ხალწულებას დაკარგავ დაიღუპები ამას როეუნები ადამიანს ამათ ეს არ უნდა თუნდაც რომ ესე აღვირახსნობა იყოს დროს წარება იყოს გართობა იცით როგორ არის აი მინდა რომ გითხრათ აი მშობლები ხარ ძალიან ბევრი დედები პატარა ბავშვებიც არიან ამ წინვაზე აი დღეს რაღაცა შემოვიდა რომ ბიჭებს და გოგოებს მარტო უშვებენ დასასვენებლად იცით რამდენი შემთხვევა უკვე რომ აი მეგობრები მიდიან უფროსის გარეშე 16 17 18 წლის გოგო ბიჭები მიდიან ერთად დასასვენებლად მეგობრები არიან ერთად ძინავთ კიდევ არ ცეცხლობიაში ზოგჯერ ერთ ოთახში ბიჭებს და გოგოებს ერთად ძინავთ ჯო იმათმა კი არა მე შეიძლება ვერ გავუძლო ამას სასწავლო პირმა მარტო რომ დავრჩე ესე ძალიან რთული ამ ცნებას გაუძლო როგორ უნდა გაუძლო სამწუნებას 18 წლის ბიჭმა 19 წლის ბიჭმა გოგოს საერთოდ რო იქნება და მშობელი როგორ აგზავნი ამას მაგრამ მშობელიც ისეთ მდგომარეობაშია ვეღარ ერევა უკვე ამ შვილებს იმიტომ რომ დეპრესიაში ვერ ხედავს ის დაქალი წავიდა ეს მეგობარი წავიდა ის წავიდა ვეღარ ერევიან ამას იცით რამდენი შემთხვევა ამის უამრავი შემთხვევა მე რომ შეყარებულები რო არიან მარტო უშვებენ ოთახში მარტო ტოვებენ მარტო უშვებენ ამას უამრავი შემთხვევა მე ცოდვისა
უამრავი ადამიანია დაღუპული ამით. იმას აქში ძალიან რთულია ამის გაწვის შეწინააღმდეგ. მე მღვდელი ვარ, ძალიან ბევრ აღსარებას ვისმენ. ძალიან ბევრ აღსარებას მისვენ. ძალიან დიდი გულის ტკივილი მაქვს ამის გამო. იცით რამდენი ადამიანია დაღუპული? ეს აღსარების გაცემა არ არის, თუმცა არის ვიზია ლაპარაკი, საერთოდ სოდვაზე ვლაპარაკო. რომ რამდენად მძიმეა ამ ცუდის მოსმენა, გაგება ამ ცუდისა, რომ შენი შვილები, შენი შვილის ხელა ბავშვები იღუპებიან და ნადგურდებიან. იღუპებიან და ნადგურდებიან. ეს ყველაფერი ამით არის. ამ ტელევიზიებით, ამ ინტერნეტით, ამ ყველაფრით მიწა ცელდება ეს ყველაფერი. და ჩვენ ქრისტიანები და ეს ეკლესია მათ ბარე ხელს უშლის. ეკლესია გეუბნება რომ ეს არ შეიძლება. ეს არ შეიძლება, ვერ იგებენ, აი, მეუბნები თუ კოცნაც კი არ შეიძლება და ვერ იგებენ ამას. მარტო კოცნაზე არ გაჩერდები, ჩვენ ეს ხო ვიცით. ამ კოცნას სხვა რამეც მოყვება მე. და მე დაიღუპებით ჯვრისწერამდე შეიძლება ჯვრისწერამდე არც მივიდე თქვენი ურთიერთობა. შეიძლება დაამთავრდე ჯვრისწერამდე აღარ იყოს ეს ურთიერთობა საერთოდ. შეიძლება დაშორდეთ კიდევაც და რამდენი წვლილია დაშორებული. შეყვარებულობაში იყვნენ ერთად, მე ქალწულობა დაკარგა გოგონამ და მე ცალსაკე ცხოვრობენ. იმის მერე აღარ ჭირდება ეს გოგო უკვე. და უამრავი შემთხვევა ამის, ძალიან ბევრი შემთხვევა. ამიტომ აი ძალიან გთხოვთ, აი ძალიან დიდი დაპირება ჭირდება, ზოგჯერ სიმკაცრეც კი აუცილებელია. სიმკაცრეც ჭუბი და ეს კი არა, აუცილებელია, მაგრამ ეკლესიის წიაღის გარეშე ძალიან ძნელია. და ეშმაკს ჩვენ გამიყავთ ეს ადამიანები. იცით როგორ არის, აი გაიტაცებ შენგან გაიტყვევს ამ ადამიანს, ეკლესიის წიაღიდან, მოწმის წიაღიდან გაიტაც ამ ადამიანს და მე ღუპავს ამ ადამიანებს. და ინგრევენ და იღუპებენ ეს ადამიანები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ესწორი დამოკიდებულება, დიდი მარხვა იწყება, რაღაცა უნდა მოემზადოთ გონებით, ფიქრით, ყველაფრით. უნდა მოემზადოთ ამისთვის, რომ რაღაცა თქვენი ცხოვრება შეიცვალოს, რომ თქვენ ლოცვას თუ უკვე შენშულ სიტყვით ვეღარ აგებინებ, ამაზე ძალიან რთულია გააგებინო ზოგი სიტყვით. ის ნება რომ შემოდი ძალიან რთულია, ჭუბითაც ვერ გააგებინებ. ერთადერთი რითაც შეიძლება გააგებინო შენ შულს და შენახულსაც შეიძლება გააგებინო. ეს არის უკვე ლოცვა. ღვთის წინაშე მუხლებზე დადგომა და ცნემლით ვედრება ღვთის წინაშე და თქვა რომ აი ღმერთო გეხვეწები, აი ჩემი შვილი უკვე გამიქცა ხელიდან, გეხვეწები დამეხმარე, შეეწიე რომ არ დაიღუპოს, რომ შენ გზას არ უღალატოს მან, რომ შენ გზიდან არ გადავიდეს, რომ შენი ერთგული მხედარი იყოს, რომ შენი მცნებები დაიცვას, ამას უკვე მე ცნემლით უნდა თხოვდე ღმერთს და ღმერთი დედის ლოცვას და მამის ლოცვას აუცილებლად შეისწრეს, თან გულიდან ამოსულ ლოცვას. თუ თხოვ ღმერთს, ღმერთი აუცილებლად შეგვიძლია, როგორც წერია გახსოვთ სახარებაში, ირეკდე და გაანგიხოდო თქვენო, ითხოვდე და მოგეცეთო. რასაც თხოვთ, ღმერთი იმას აუცილებლად მოგცემ. თან თუ აუცილებლად და საჭიროა თქვენთვის. აუცილებლად მოგცემ. და დღევანდელ სახარებას სამი დავამთავრე, დაუბრუნდები ისე. ფარისეულს არაფერი უთხოვია ღვთისინაში და არც არაფერი მიუღია. არაფერი არ ითხოვა ლოცვაში. მადლობა შეცირა ღმერთს, რომ ესეთი კარგი იყო და დარჩა ესეთივე კარგი, როგორიც ტაძარში შევიდა. მეზვერე შევიდა ტაძარში და ითხოვა ღვთისაგან. ღმერთო შენ შემინდა, რომ მე ესეთი კარგი არა ვარო, ღმერთო მაპატიო, რომ ესეთი ცოდვილი ვარო, რომ შენ წინაშე მე ესე ცუდავ და გეხვეწები რომ დამეხმარო. და ითხოვა ღვთისაგან და მიეცა მეზვერესაც გამართლება და ღმერთმა გაამართლა მეზვერე. ამიტომ რასაც ითხოვთ ელი გულით ღვთის წინაშე და უცბად ძალიან დიდი ძალა აქვს. ღმერთი აუცილებლად გაგამართლა და ღმერთი აუცილებლად შეგეწევათ. ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღვთის წყალობა, ურთხევა, მადლი არ მოაყოს არც თქვენთაგანს.